მოგესალმებით, აი გუშინ მოусმინე ბატონი გიადვალი გამოვიდა ჩვენი ფიზიკოსი და ესეთი რამე თქვა, რომ ეს ადრე იყო ჩაწერილი, რომ ესე იგი ესკალაცია ხდებაო, სპეციალურად კეთდებაო ეს ყველაფერი, რაც არეულობებია და ბოლოს უნდა თუ რომ ჩვენ პროტექტორატის სახით გადავქცენო რა მთელი საქართველო რა ვიღაცას უდახლა, ვიღაცა შეიძლება ჩილოიდ მეზობელი იგულისხმებოდა და პრინციპში ახლა ბატონგიას ლოგიკა არ შეეშლება და ალბათ ამისკენაც მიდის ყველაფერი და ახლა რომ შევხედოთ ამ სიტუაციას აი გლობალურად ჯერ ერთი იმით დავიწყოთ რომ ახლა ბატონი გიო კი ამბობს რომ აი ჩვენ ევროპისკენ გვინდა აუცილებლად ახლა საქართველოში რა ხდება იცით აი ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც მართლაც ეშინია რომ აი ევროპა ჩაიკეტება და შევჩებით მარტო რუსეთს თქვათ, ხო? და გასაგებია მაგათი პოზიცია ამ ხალხის, იმიტომ რომ ახლა ყველას უნდა იმოგზაუროს, ყველა იქ რაღაც განათლება მიიღოს და ასე შემდეგ და ახლა გინდაც გიადვალს და გინდაც მე და გინდაც სხვა ვიღაცა ვისაც მოქალაქეობა აქვს ევროპის ქვეყნისა და ამერიკის ჩვენ ახლა ცოტა სხვანაირად ვუდგებით ჩვენ თუ რაღაცა ძალიან დაიძაბა და აერია პრინციპში მაინც ვიმოგზაურებ და ბოლოს და ბოლოს აგერ დავჩებით და ეს იქნება ხო? ანუ ეს არის დიდი განსხვავება და ამიტომ არის ეს ხალხი ასე რა თქმა უნდა რომ იბრძვის ამ უფლებისთვის რომ აი ევროპასთან ურთიერთობისთვის ხო და ამიტომ ჩვენი გადასახედიდან ძნელია ამის განსჯა თვითონ იქ ვინც არის ადგილზე იმათ უფრო იციან ხო რა არის ინტერესებში მაგათი და ამის გარდა ახლა მე რაც რამე ჩვენება ამ გლობალურ სიტუაციაში შეხედეთ როგორ ჩვენ ახლა თან დავუახლოვდით და სულ ხდებიან ჩვენი მთავრობის წევრები აზერბაიჯანის, სომხეთის წარმომადგენლებს, თურქეთის მე რაღაც ესე ჩანს თითქოს ახლა მე დაწუნეთ არაფერი არ ვიცი მაგრამ თითქოს თურქეთმა და რუსეთმა რაღაცა გლობალური ხელშეკრულება აქვს თითქოს და თითქოს გაინაწილეს რეგიონი ახლა რუსეთმა დაკარგა სირიაში გავლენა რუსეთმა დაკარგა ყარაბაღში ფაქტურად მის თავისი გავლენა დაკარგა და სახეთს და ახლა რაღაცა დიდი ხელშეკრულება რო ქონდეთ მაგათ რაღაცა შეიძლება საიდუმლო რაღაცა რო თქვათ აი საქართველოში და სომხეთში არ ვერევი აგერ აზერბაიჯანის იქ ყარაბაღი და ეს ჩემი გავლენის სფეროა სირია არც იქნება გასაკვირი წარსულშიც ეგრე ყოფილა ბევრჯერ მე რა ვიცი ეგეთი წავიკითხე შეიძლება არც იყო ეგ სწორი ინფორმაცია მაგრამ წყაროც მაქვს სადღაც ეგ რომ აი ბათუმში რომ შემოვიდა თურქეთის ჯარი რომელიც წელი იყო 18-19 ხო იმ პერიოდში ესე კი არ შემოვიდა როგორც ოკუპანტი ანუ თურქეთი აცხადება რომ ჩვენო დემოკრატიულ მთავრობას ვიცავთო მაშინ ყობა ჟორდანიას მთავრობას და ანუ არ ვიცი ზუსტად არ ვიცი როგორ იყო მაგრამ ესე იგი ოკუპაციას კი არ ვაკეთებთო საქართველოსში არამედ რაღაცა ძალის ინტერესებს ვიცავთო ადგილზეო და მე რუსეთმა რომ ეს აიძულა ნუ უკვე კომუნისტურმა რუსეთმა დატოვება და საქართველოს ჯარის დახმარებით რა თქმა უნდა და მონაწილეობით მაშინ რამდენიც მე მახსოვს იქ რაღაცა ოქროც გადაუხადეს აი თურქეთმა გაიყვანა ჯარები და რამდენიმე ტონა ოქრო თუ როგორ იყო იქ რაღაც რაოდენობა გადაუხადეს იმის საპასუხოს ნუ იმის ნიშნად რომ აი რომ დატოვა და ანუ მოილაპარაკეს რა ესეთი რაღაცა მოხდა არ ვიცი ახლა ეს მართალია თუ ტყუილია მე ამას არავინ არ მეტყვის და საერთოდ ხელშეკრულებები როცა იდება ქვეყნებს შორის იქ საიდუმლო პუნქტებიც არის და მაგათ საერთოდ არც კი ხსნიან დიდი პერიოდის განმავლობაში და მე შეიძლება 50 წლის მერე ჩვენ გავიგოთ რა არის და როგორ მაგრამ აი ახლა რაც ხდება ჩვენ რეგიონში ეს ძალიან გავს იმას რომ აი რაღაცა თითქოს გადანაწილება და თითქოს ხელშეკრულება თუმცა რა თქმა უნდა ხელშეკრულებებიც ირღვევა და თუ ძალიან უკვე ვეღარ გაიყვეს ამ ზესახელმწიფოებმა და რეგიონულმა სახელმწიფოებმა ინტერესები მე უკვე პირდაპირ ეჯახებიან ხოლმე რაც ბევრჯერ გქონდა ჩვენს ნუ წარსულში ამის მაგალითები ესეთი სცენარი თუ წავიდა ალბათ კიდევ უფრო უარესი სიტუაცია იქნება მე